საღამო მშვიდობის, მე დათა გვასალია ვარ, პოზიტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. ვახოს ანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ოპოზიციურმა მედიამ და აქტივისტებმა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად გამოაცხადეს. არადა ფაქტები სულ სხვა რეალობას აღწერენ. პატიმრობას წინ უძღოდა ჯერ სისტემური შეურაცხყოფელი განცხადებები. შემდეგ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები აღნიშნული ჯარიმების დემონსტრაციული გადაუხდელობა და კანონის ღია იგნორირება. როდესაც პირი შეგნებულად ცდილობს გამოიწვიოს სახელმწიფო იძულებული ხდება იმოქმედოს, რაც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტს, რაზეც არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. ამიტომაც სანაია სამართლებრივი დავის ნაცვლად საკუთარ საინფორმაციო ბაბლში მსხვერპლის როლს ირგებს. რატომ ცდილობს რადიკალური ფლანგი პირადი შეურაცხყოფისა და ბულინგის სიტყვის თავისუფლებად გასაღებას და რატომ არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიძულვილის ენის სტანდარტად ჩამოყალიბება? დეტალები ანი ნადირაშვილის სიუჟეტში. ეს ფაქტია. პირველი პატიმარი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში სტატუსის გამო გაუშვეს. Facebook პოსტი სარკაზმის გამო ციხის საკანში ზის. Facebook პოსტის გამო ჟურნალისტს Facebook პოსტის გამო იჭერენ. Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო რომ 14 დღით დააპატიმრეს. ჟურნალისტს აკავებენ Facebook-ის სტატუსის გამო. ეს სიცრუეა. ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება თითქოს ვახოს ანაიამ დილით გაიღვიძა. Facebook გვერდზე სტატუსი დაწერა. საკუთარი აზრი გამოხატა. შემდეგ სახლიდან გამოვიდა და დააკავეს. თავადაც უსამართლოდ დაჩაგრული თამამი მსხვერპლის როლს ირგებს. ამბობს ვერ გამაჩუმებთო. რაც არ უნდა ჯარიმა დაწერონ, რა პატიმრობაც უნდა გამოიყენონ, რა საჟერიზომაც უნდა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. თითქოს ვინმე მის გაჩუმებას ითხოვს. ვინმეს მისი როლი ან ფუნქცია ჟურნალისტიკაში აღელვებს. იმის მტკიცება, რომ სანაია კრიტიკული პოსტისთვის დააპატიმრეს, ნიშნავს განგებ გამოტოვო მთავარი გარემოებები. სხვა რეალობა რომ არა, რომელსაც ეგრეთ წოდებული პროევროპელები საგულდაგულოდ მალავენ, ერთი ურეიტინგო გადაცემის პროპაგანდისტით არავინ დაინტერესდებოდა. ასე რომ მისი დაპატიმრების კონტექსტი ვნახოთ. სინამდვილეში ვახოს ანაიას დაპატიმრებას წინ უძღოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა და დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობა. სანამ დააპატიმრებდნენ სხვისი ღირსების ლახვისთვის სასამართლო მას 4000 ლარით დააჯარიმებს. შემდეგ ახალი შეურაცხმყოფელი პოსტისთვის 6000 ლარს დააკისრებს. სასამართლო იქვე მიუთითებს, რომ წინა ჯარიმაც გადაუხდელია. მაგრამ სანაია საჯაროდ იტყვის, რომ ჯარიმას ნებაყოფლობით არ გადაიხდის და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებასაც გააგრძელებს. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ სულ ფეხებზე მყიდია ეს კანონები. მორიგი პოსტის შემდეგ სასამართლო უკვე სახდელის სახით 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებს. ახლა კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას. საქართველოში ჟურნალისტი ვახოს ანაია Facebook პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. ქართული ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ჟურნალისტ ვახოს ანაიასთვის Facebook პოსტის გამო 14 დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველოს კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. სოლიდარობა ვახოს ანაიას. ძლიერი საქართველოს ლელო გმობს ჟურნალისტ ვახოს ანაიას დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება. ვახოს ანაიას Facebook პოსტის გამო 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ვახოს ანაიას 14 დღიანი პატიმრობა Facebook პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ტერორი საქართველოში, რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ. დღეს დილით ჩემ კოლეგას ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს ვახოს ანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობა სიტყვისთვის. ვახოს ანაია დაუჭერიათ 14 დღით Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო. ჯერ სათხართ თქო, ხომ გეუბნებოდით. სწორედ ეს არის კონტექსტის დამალვით შექმნილი ნარატივი. ეს არის სიცრუეზე აგებული პროპაგანდა. როცა არ ამბობდა მალავ მნიშვნელოვან დეტალებს. მალავ რომ სინამდვილეში იმეორებს სასამართლოს მიერ სამართალდარღვევად უკვე შეფასებულ ქცევას. მალავ რომ არ იხდი თანაც შეგნებულად სასამართლოს მიერ დადგენილ ჯარიმებს. მალავ რომ პოსტი შეურაცხყოფას შეიცავს და არა მოსაზრებას. ამიტომაც სიტყვის თავისუფლებასთან ან გამოხატვის თავისუფლებასთან მას საერთო არა აქვს. მისი თანაწამყვანი ფორმულაზე ნინო ჟიჟილაშვილი
ჟიჟილიშვილი ამბობს, რომ ვახოსანაია საქმის სტრასბურგში წაღებას არ აპირებს. სტრასბურგში ახლა ძალიან ბევრი საქმეა მსგავსი. აუდიტორიას მინდა უთხრა, რომ ვახო არჩივის არასაჩივრებს მის წინააღმდეგ არც ჯარიმებს, არც ჯარიმას იხდის, არც ასაჩივრებს, არც თავს იცავს. ეს მაინტერესებს ახლა თქვენ მითხრათ მე რამდენად სწორია თქვენი პერსპექტივიდან. ჟიჟილაშვილი აშკარად გაკვირვებულია. ვერ ხვდება, რატომ შეიძლება თავად სანაიას არ სურდეს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა. მართლაც თუ საქმე ისეთი უპრეცედენტოა, როგორც საზოგადოებას წარმოუდგენენ. ვახოს დაჭერას აი მყისიერი რეაგირება მოყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. Freedom House-მა დაწერა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ. საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ციხეში ხვდება. ფოკუსი უნდა გასწორდეს ვახოზე და მთელი ყურადღება ვახოზე უნდა გადავიტანოთ ყველამ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. ნინო ჟიჟილაშვილის გაოცება სინამდვილეში აჩვენებს, როგორი ძლიერია ბაბლში ნარატივების გავლენა. სწორედ ეს არის ბაბლის მთავარი თავისებურება. მთავარი ავტორიტეტი აქ ფაქტი, მტკიცებულებები ან რეალობა კი არ არის, არამედ ავტორიტეტების ერთი წრეა, რომელიც შეგნებულად მცდარ და ყალბშეფასებას აყალიბებს. პროპაგანდა კი, როგორც ჟიჟილაშვილის გაოცებული სახე აჩვენებს, თავად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი, ფეიქს იჯერებს და აუდიტორიას აწვდის. ასე იქმნება წრე, სადაც ყველა ერთმანეთს ატყუებს. შემთხვევითი არ არის, რომ სანაიას ამ ბაბლიდან გასვლა არ სურს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ის საქმეს წააგებს. მისი თავისუფალი სიტყვისთვის წამებულის იმიჯისგან კი არაფერი დარჩება. რადგანაც არსებობს ევროპული სტანდარტი, რომელიც ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს დისკუსიაში დაიცვან არა მხოლოდ ერთი მხარის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არამედ მეორე მხარის ღირსება და რეპუტაცია, მაგრამ აქაც პროპაგანდა სიმართლეს არასრულად გვეუბნება. უნდა დაგვარწმუნონ, თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავენ და თითქოს ახლა სწორედ ვახოსანაიეზე გადის უფლება ვილაპარაკებთ თავისუფლად თუ არა, დავწერთ თავისუფლად თუ არა, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გვექნება თუ არა. რეჟიმმა შეიქმნა ისეთი თავდაცვითი მექანიზმი, რომლითაც სურს გააჩუმოს ყველა. მოკლას თავისუფალი სიტყვა დაასამაროს დემოკრატია. ეს იყო მართლაც სიმბოლური კადრი, როგორ აპატიმრებდნენ გუშინ თავისუფალ სიტყვას. რუსული კანონებით გვებრძვიან, ახშობენ თავისუფალ სიტყვას. მოულოდნელი არაფერი არ არის რეჟიმისგან, რომელსაც უნდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აქციოს ფიქციად და რომელსაც უნდა რომ ნებისმიერი თავისუფალი მოსაზრება, ნებისმიერი თავისუფალი რეპლიკა, კრიტიკული აზრი ქვეყანაში მოკლას. და აქაც ავტორიტეტად ევროპული ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლს იშველიებენ. თუმცა აქაც პროპაგანდა მნიშვნელოვან დეტალებს შეგნებულად გამოტოვებს. შეუძლებელია არ იცოდეს, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის სინამდვილეში ორი მუხლისგან შედგება. პირველი მართლაც იცავს გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო მეორე განმარტავს, რომ ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შეიძლება მათ შორის სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად. ეს რომ მხოლოდ ასეა და არანაირ ინტერპრეტაციებს არ ექვემდებარება, სტრასბურგმა ჯერ კიდევ 1976 წელს ჰენდისაიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ საქმეზე თქვა. გადაწყვეტილებაში სასამართლო ასევე დაადგენს, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ არის. გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს უფლება აქვს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ჰენდისაიდის საქმე პირველ პრეცედენტს შექმნის, როცა იტყვის, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად არსებობს მოვალეობები და პასუხისმგებლობა. და მაშინ სად გადის ზღვარი, როდის შეუძლია სახელმწიფოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. სტრასბურგი ინსინუაციებისთვის სივრცეს არც აქტოვებს. როცა გამოხატვა სისტემურად ავიწროებს, აბულინგებს, ამცირებს და ცილს წამებს სხვა ადამიანს, მაშინ მე-10 მუხლის მეორე ნაწილი სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვა მოქმედებს. დიახ, ევროპული სტანდარტი სწორედ ბალანსს გულისხმობს. ბალანსს ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე ადამიანის რეპუტაციისა და უფლებების დაცვას შორის. ევროპული სასამართლოს მიდგომა არასოდეს ყოფილა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა სხვა უფლებაზე მაღლა დგას. ამიტომაც ევროპული სტანდარტი არც შეუზღუდავ თავისუფლებას იცავს და არც გადაჭარბებულ შეზღუდვას. ის იცავს ბალანსს, უფლებას, თავისუფლად გამოხატო აზრი და ვალდებულებას. ამ თავისუფლებით სხვისი უფლებები არ დაარღვიო. ქართულმა სასამართლომ უკვე დაამტკიცა, რომ კარგად იცნობს ევროპულ სტანდარტს და გადაწყვეტილების მიღების დროს ბალანსს იცავს. ეს ტესტი მან სტრასბურგში ჩააბარა.
2023 წლის ნოემბერში საქართველოს მოქალაქე ირაკლი მილაძეს არჩეულს ევროპულ სასამართლოში შეიტანს. მილაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმეზე მომჩივანის ინტერესებს საია იცავს. საქართველოს სასამართლო მას საჯარო შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით 500 ლარით აჯარიმებს. საია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. თუმცა სტრასბურგი საიას ამავე კონვენციის მეათე მუხლის მეორე მუხლს შეახსენებს. საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ აქტივისტი პოლიტიკოსის კრიტიკისთვის კი არ დააჯარიმეს, არამედ მისი პირადი შეურაცხყოფისთვის. 500 ლარიან ჯარიმას პროპორციულ ჩარევად შეაფასებს. დააკავებენ 14 დღით. ეს უკვე პატიმრობაა და არა ჯარიმა. თუმცა ეს ევროპულ სტანდარტებსა და მიდგომებში არაფერს შეცვლის. 14 დღიანი დაკავება კი არა სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 6 თვიანი პატიმრობაც გამართლებული და პროპორციულია. თუ კი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება და სხვა ადამიანის რეპუტაციის დაცვა სხვაგვარად ვერ ხერხდება. სლოვენიის მოქალაქეს მიტია კუნსტელს სლოვენიის სასამართლო 6 თვიან პატიმრობას მიუსჯის. კუნსტელიც ჩათვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რომ სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა. საკუთარ кейსს სტრასბურგში წაიღებს. სტრასბურგი იტყვის, რომ სასჯელი პროპორციული იყო. მკაცრი სასჯელი მსუბუქი სასჯელის არაეფექტურობამ განაპირობა. სწორედ ამიტომ ვერ წაიღებს თავის 14 დღიან საქმეს სანაია სტრასბურგში. ურჩევნია თავის ბაბლში ძეგლი დაუდგან და გმირად შერაცხონ. თავადაც იციან, რომ მთელი ეს ხმაური და მძვინვარება ბლეფია. ამიტომაც ხან პაოლო იაშვილს ადარებენ. დღეს არის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის დღე. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში 2026 წელს ასეთი რამე ჟურნალისტი იქნებოდა დაკავებული? ხან მიხეილ ჯავახიშვილს და ტიციან ტაბიძეს. სხვათა შორის დაახლოებით მსგავს ბრალდებებს უყენებდნენ ჯავახიშვილს და ტიციან ტაბიძეს. პოზიციები იმდენად სუსტი აქვთ, რომ სანაიას ცოლს სენტიმენტებიც შემოაქვს. ის ეწერს, თითქოს 14 დღე კი არა 14 წელი მიუსაჯეს. თითქოს რეპრესიების მსხვერპლია. მაგრამ მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არის მათთვის ასე მნიშვნელოვანი შეურაცხყოფის, ბულინგისა და სიძულვილის ენის დაცვა? რატომ ცდილობენ ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლებად დაბრენდონ და გამოაცხადონ? თუ რადიკალების ბრძოლის ტრაექტორიას გავყვებით, დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ შეძლო რევოლუციური სცენარების აღკვეთა, მასობრივი ძალადობისა და ქაოსის მცდელობების შეჩერება, რადიკალიზმის შეკავება, მუშტით ანგარიშწორება, პოლიციელებზე თავდასხმები, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პიროტექნიკის იარაღად გამოყენება, სახელმწიფო შენობებზე შტურმის მიტანა ან დაწვის მცდელობა არაეფექტურია. ყოველ ჯერზე სახელმწიფო აჩვენებს, რომ აქვს როგორც უფლება, ისე ვალდებულება და რაც მთავარია უნარი, აღკვეთოს ძალადობა და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. ძალადობრივ მეთოდებს შედეგი არ მოაქვს. ამიტომაც დადეს განსაკუთრებული ფსონის სიძულვილის ენის გამოყენებაზე. ჯერჯერობით ეს ერთადერთია, რაც რჩებათ. მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ბულინგს, ცილისწამებას და პირად შეურაცხყოფას. უკვე შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ძალადობენ საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ ცდილობენ ამგვარი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებად გაასაღონ. თუ კანონმა და სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო კრიტიკასა და პირად შეურაცხყოფას შორის, ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა. მაშინ ბრძოლის ამ ინსტრუმენტსაც დაკარგავენ და სულ გაუფერულდებიან. ამიტომაც შეურაცხყოფა და ბილდსიტყვაობა მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იდეა არა აქვთ, რომ ისაუბრონ. ხალხს ვერაფერს თავაზობენ. ნდობა არა აქვთ, რომ არჩევნები მოიგონ. ავტორიტეტი არა აქვთ, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს. ამიტომაც არის სხვისი ღირსებისა და რეპუტაციის შებრალვა მათი ბოლო იმედი. მაგრამ ბრძოლის ეს სახეობა იგივე დასავლეთში უკვე დიდი ხანია დასჭადია. 1997 წელს ევროპის საბჭოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ პირველ სპეციალურ რეკომენდაციას იღებს. 2022 წელს განახლებულ ჩარჩოს ამტკიცებს. 2025 წელს ევროკავშირი ონლაინ სიძულვილის ენის წინააღმდეგ განახლებულ ქცევის კოდექსს, ციფრული სერვისების აქტს სისტემაში შეიტანს. 2026 წელს საფრანგეთის სასამართლო მათი ადამიანი დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი ედებათ ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ განმეორებით ონლაინ ბულინგში და მის შესახებ ცრულ, დამამცირებელი ბრალდებების გავრცელებაში. ერთ პირს პატიმრობა მიუსაჯეს. დანარჩენებს პირობითი სასჯელი მისცეს. 2024 წელს მოქალაქეს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს დეპუტატ ჯეს ფილიპსისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში შეურაცხმყოფელი წერილების გაგზავნის გამო. 2025 წელს გამოცემა ნიუსი დათვლის, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამდებობიდან
თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5000-მდე სისხლის სამართლის არჩევს შეიტანს. 2021 წლიდან შეურაცხყოფა დასჯადია სომხეთის კანონმდებლობითაც. უფრო მკაცრი სასჯელი ემუქრება მათ, ვინც მსგავს ენას თანამდებობის პირების მიმართ გამოიყენებს. კანონ დარღვევაზე ჯარიმა $6000-მდე ან 3 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ სტრასბურგის სასამართლო არ სვამს კითხვას, რა უფრო პრიორიტეტულია: სიტყვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსება. იგი ადგენს თუ როგორ დავიცვათ ორივე: გამოხატვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს სამართალი. დანარჩენი კი უკვე პროპაგანდაა. სწორედ ისეთი, როგორიც ვახოსანაიას და მისი მხარდამჭერების ფსევდოსენტიმენტალური და კომიკურობამდე ბანალური პროპაგანდაა. იუმორით შეფუთული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფელი გამონათქვამები სულ უფრო ხშირად ხდება სოციალურ სივრცეში. ამჯერად ამგვარი ეგრეთ წოდებული იუმორის სამიზნედ ნოდარ დუმბაძე იქცა. მანამდე იყო სიცილში შეფუთული წმინდანებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა. ყოველივე ეს კი აჩვენებს, რომ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა სულაც არ ყოფილა ცალკეული ინციდენტი, არამედ ქართველი ხალხისა და ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დაკნინება და საჯარო გინება არის წლების განმავლობაში მიმდინარე და ანტიქართული პროცესის მორიგი გამოვლინება, რაც საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევს და ზოგჯერ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მიდის. სადგადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და კულტურულ ვანდალიზმს შორის და რადგას ღირებულებების ნგრევის მცდელობის უკან. გურან და ბილიხოძე გიამბობთ. ყველა სიტყვა, რომელსაც სიცილი ახლავს, იუმორი არ არის. ზოგჯერ სიცილი მხოლოდ ის ხმაურია, რომლის უკანაც შეურაცხყოფას მალავენ. როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში. ვინმე გეზიზღება? კი. მიდი. ნოდარ დუმბაძე რო. მაჭის გული ჩვენი მთავრობა ელადოსი არა. გული. ხიარული ინტონაციით ონისე ოქრიაშვილი ყველასთვის საყვარელ მწერალს აგინებს. ნოდარ დუმბაძე, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, შოთა რუსთაველი საქართველოს კულტურული დნმ-ის ნაწილია. მებებია ილიკო და ილარიონი, მევხედავ მზეს, თეთრი ბაირაღები, ქართული კლასიკაა. ნოდარ დუმბაძე კი მკითხველისთვის მხოლოდ სიკეთესთან, სითბოსთან, იუმორსა და ადამიანურ თანაგრძნობასთან ასოცირდება. მაჭის გული ეს სიტყვები საზოგადოებამ კულტურულ კონფლიქტად აღიქვა. დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი, იმიტომ რომ არ არსებობს ოჯახი, რომ ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე და მებებია ილიკო და ილარიონზე და კუკარაჩაზე არ გაზრდილიყო. ამიტომ ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო. მთელი ბაბუაჩემის ლიტერატურაც ეგ არის, ჰელადოსიც და თეთრი ბაირაღების და კუკარაჩაც. ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რო გონიათ. მალევე მოხდა ის, რაც შესაძლოა მისაღები არ არის. მაგრამ თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა და საზოგადოებას დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიმართა. წერილს მისი ადვოკატი ასაჯაროებს. არასდროს ყოფილვარ ძალადობის მომხრე, თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება. ოქრიაშვილსა და მის მსგავს ადამიანებს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეთ წოდებული იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. საკუთარ ქმედებას მომავალი თაობების ანტიქართული საწამლავისგან დაცვას უწოდებს. მკითხველს მოუწოდებს აგენტების ანტიქართული მოქმედებები არ გაატარონ. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარსაუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება მოსულა, რადგან ხუმრობაა. იმისთვის რომ გავიგოთ რას გულისხმობს ნიკო ხურცილავა, რატომ მიაჩნია რომ ძალადობაზე პასუხს აგებს, მაგრამ მორალურად დამნაშავე არ არის, უნდა ვნახოთ რა კონტექსტში გაიჟღერა ნოდარ დუმბაძის ძალიან დამამცირებელმა გინებამ. მაჭის გული ჩვენი მთავრობა და ის არა მხოლოდ ყველასთვის საყვარელ მწერალს დასცინის, რელიგიურ თემებზეც ვულგარულად ილანძღება. იონა წინასწარმეტყველს შეურაცხყოფს. იონა მქვია, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო მეშაპარო, გადაყლაპა, იგი იყო იონა. და მამაში ამფიქრე რომ მაგის სახე უნდა დავარქვა. იმას რა ერქვა მეშაპარო მოჯვა? ხო, აი ეგ მინდა ერქვას ჩემს ვაჟკაცს. ამ ვულგარიზმშიც მხოლოდ სიბილწეა და ეს არ არის ყველაფერი. სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავერთე და ის ვიდეო გაიჩნდა, ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა. და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე.
რა ქვია ამ პროფესიას? მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. ასეთი ეგრეთ წოდებული იუმორის უკან მარტივი გზავნილი ჩანს. ეკლესიის დანგრევა ცუდი იდეა არ არის. სასურველი პროფესიაც კი შეიძლება იყოს. ასე რომ ონისე ოქრიაშვილის ეგრეთ წოდებული ხუმრობები მკვეთრად იდეოლოგიზირებულია. ეს სატირა ამ პაროდია რომ იყოს, მაშინ ჩვეულებრივ აზრს, ქცევას ან წინააღმდეგობას გააკრიტიკებდა. მაგრამ ის უმრავლესობის სენსიტიურ გრძნობებს ეხება და ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია, მხოლოდ შეურაცხყოფს. სოციალურად დაუცველი ოჯახები როგორ ჭიდაობენ რაღაც ერთის 20 ოჯახის ალფა დედამთილი რა მეორე 20 ოჯახის ალფა სიჯეს ტოსტერს როგლეჭდა ხელიდან მე უბრალოდ ვერ ხვდები თუ ამ დონეზე ღარიბი ხარ ტოსტერი რაში გჭირდება ანუ კიდევ უფრო უნდა გაახმო ის ერთი ნაჭერი პური სახშირად დაგშათ ოჯახს თუ კი ეკლესიები შეიძლება დაანგრიო, წმინდანები შეიძლება შებულწო, მწერლები შეიძლება უკიდურესი ფორმით დაამცირო. აბა სხვა რისგან შედგება სამშობლო? ილია ჭავჭავაძემ ეროვნული თვითმყოფადობა ერთ ფორმულაში, ენა, მამული, სარწმუნოება ჩამოაყალიბა. გაივლის კიდევ საუკუნე და ილია მეორე საქართველოს სულიერ და საზოგადოებრივ საყრდენებს სხვა სამეულში ღმერთი, სამშობლო, ადამიანი გააერთიანებს. და ზუსტად ამ საყრდენებს ამცირებს, შეურაცხყოფს და აგინებს ონისე ოქრიაშვილი. პატრიოტიზმი მხოლოდ საქართველოს მიწის სიყვარული არ არის. მიწა სამშობლოდ იქცევა იმ ენით, იმ ისტორიით, იმ რწმენით და იმ კულტურით, რომელიც მასზე შეიქმნა. ამიტომ ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოს პატივს სცემს, თუ მის კულტურულ მეხსიერებას მუდმივად, მხოლოდ გინებისა და დამცირების მასალად იყენებს. რომ აკრიტიკებდეს იუმორს შინაარსი ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ ბილდს სიტყვაობს და თავის აუდიტორიასაც აიძულებს გაიცინოს. დიახ, აიძულებს. ამ ტერმინს შემთხვევით არ ვიყენებთ. იუმორი სინამდვილეში ყველაზე შეუმჩნეველი ძალაუფლებაა. ის ბრძანებას არ იძლევა. არ გეუბნება დაგმე, შეიძულე, არ წაიკითხო. ასე არ იფიქრო. სამაგიეროდ ქმნის გარემოს, სადაც გარკვეული აზრი სასაცილოდ ცხადდება. მისი სერიოზულად დაცვა კი თითქოს უხერხული ხდება. იმიტომ რომ ვინც სიცილზე უარს ამბობს, პრობლემად თავად ცხადდება. იწყება მისი ბულინგი. იუმორი არ გესმის, ინტელექტი არ გყოფნის და ასე შემდეგ. რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონება გახსნილი, პოზიტიური. ონისე, ცვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა. ასე რომ უკვე ეგრეთ წოდებული იუმორი უკარნახობს, რაზე შეიძლება სიცილი, ვისთან ერთად შეიძლება სიცილი. ამდენად იუმორი ყოველთვის მხოლოდ გართობა არ არის. ზოგჯერ იგი ადამიანისა და საზოგადოების მართვის, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დამცირებისა და გაჩუმების საშუალებად იქცევა. არადა, როდესაც შეურაცხყოფის სამიზნე ის ფასეულობები ხდება, რომლებთანაც საზოგადოება საკუთარ კულტურულ იდენტობას აკავშირებს, ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. ძალადობა გაუმართლებელია, თუმცა ამით მსჯელობა არ სრულდება. არ სრულდება, რადგანაც იურისპრუდენციაში არა მხოლოდ დანაშაული ისჯება, არამედ ისჯება დანაშაულის პროვოცირებაც. ასეთი პროვოკაციები კი არ სრულდება. ოპოზიციის აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე ირონიულად ამბობს, რომ მართლმადიდებელი ლესბოსელია, რასაც წამყვანების დამცინავი სიცილი მოჰყვება. მე ვარ მართლმადიდებელი ლესბოსელი, როგორც დიდი ხანია უკვე სტაჟიანი. რელიგიური ავტორიტეტების შემდეგ დაკნინების სამიზნე უკვე ქართველი მეფეები ხდებიან. ერეკლე მეორე მაგალითად მათი შეფასებით მოღალატეა. მეფეს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით პატარა კახი უწოდა და რომლის სიმამაცეზეც მრავალი ხალხური ლექსი, თქმულება და ლიტერატურული ნაწარმოები შემოუნახავს, ლევან ბერძენიშვილი ყოველთვის შეურაცხყოფს. ამდენ ტყუილში დავიღალეთ რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატეთ არაა გამოცხადებული, რო ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ახლა როგორც ჩანს, ეროვნული მწერლების დამცირების ჯერია. ეს ქალბატონი ლაშა ბუღაძის ცოლია. აცხადებს, რომ ნოდარ დუმბაძე უნიჭოა, კომუნისტია, მისი შთამომავლობა კი ნაზირლები არიან.
ნოდარ დუმბაძე არის უნიჭო მწერალი, თან კომუნისტი. მისი მთელი შთამომავლობა კი ნაძირლები. წერტილი. ასეა, უკვე კოლექტიურ შეურაცხყოფაზეც კი გადავიდნენ. არა მხოლოდ მწერალს, მთელს მის ოჯახს დამამცირებელ იარლიყებს აწებებენ. უკვე არანაირი ემპათია აღარ აქვთ. ამ ზღვარსაც გადააბიჯეს. არანაირი მორალი, შიშუმ პირებსაც კი დასცინიან. იყო იმათ მხრიდან, რატი იონა თამაშვილი იყო ჩართული ჯგუფში. ამათ მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი კრეს, კინაღამ გააგრევინა მანქანას. დაცინვის სამიზნე ხდებიან მძიმე დაავადებასთან მებრძოლი ადამიანებიც. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს. ლოვიარე ხანდაზმული პირები. აი ის ბებოები რა სტარტაპებით ირჩიან ახლა თავს, რომლებიც ადრე მოხალულ გოგრის გულებს ყიდნენ და იმ სელპაკებს და იმას რა გადაშენდნენ. და ზედმეც რო გიყრიდა ერთი ჭიქით, იმიტომ რომ თავის გარდაცულ შვილიშვილს აგონებთ რაღაც ეგეთი სახეზე. ჩემ ნიკუშას გავხართა რო ტირის და გიყვარს ემიჯი. დაცინვას ვეღარ აჩერებს ვერც შეზღუდული შესაძლებლობა, ვერც მძიმე დაავადება, ვერც ადამიანის პირადი ტრაგედია. ეს უკვე უბრალოდ უგემოვნო ხუმრობების ერთობლიობა აღარ არის. ეს ქმნის გარემოს, რომელშიც თითქოს ყველაფერი დაშვებულია. აღარ არსებობს მორალური ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანის ტკივილი, ტრაგედია და ღირსება გასართობ მასალად აღარ უნდა იქცეს. მეტიც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ზღვარი არც უნდა არსებობდეს. უკვე წლებია სწორედ ამას ქადაგებენ ეგრეთ წოდებული ლიბერალები. უკვე წლებია მათი მოლაპარაკე თავები თუ მოსიარული აქტივისტები იმ საყრდენს შლიან, რაზეც სამშობლოს სიყვარული და ქართველის იდენტობა დგას. ამიტომაც ნიკო ხურცილავას რეაქცია მხოლოდ ნოდარ დუმბაძეს არ ეხებოდა და ეს მან თავის ვრცელ წერილშიც აღწერა. ეს დაგროვებითი ეფექტია. ერთი ხუმრობად შეფუთული შეურაცხყოფა ვინმე შეიძლება შემთხვევითობად მოეჩვენოს. მაგრამ როდესაც მსგავსი ეპიზოდები მეორდება, სამიზნე მუდმივად კულტურული თუ რელიგიური ავტორიტეტები არიან, ცხადი ხდება, რომ საქმე არა იუმორთან, არამედ მათი იდენტობისა და ფასეულობების მიზანმიმართულ დაკრინებასთან გვაქვს. სამშობლო კი მხოლოდ მიწა არ არის. მიწისთვის თავს წირავდნენ, იმიტომ რომ მასზე დგას ენა, რწმენა, ისტორია და კულტურული მეხსიერება. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმართა ჩამონათვალში კანონდარღვევი აქტივისტები კი შეიყვანა, თუმცა სააკაშვილი საერთოდ დაივიწყა, რასაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. სააკაშვილმა NGO პარტნიორების ქმედება ღალატად ჩათვალა და მათ ურეიტინგო გრანტი ჭამიები უწოდა. ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ ბრაზის საჯარო გამოხატვისას სააკაშვილმა უნებლიეთ ისიც გამოააშკარავა, თუ როგორ იღებდა ეგრეთ წოდებული მესამე სექტორი მისგან პირდაპირ დავალებებს წლების განმავლობაში და როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებდნენ NGO-ები სააკაშვილის რადიკალურ მითითებებს. რამ გამოიწვია განხეთქილება იდეოლოგიურ მოკავშირეებს შორის? დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ეს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმართა სია, რომელიც მიმდინარე კვირას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა, ახალი პოლიტიკური სკანდალისა და ღია დაპირისპირების საბაბად იქცა ოდესღაც განუყრელ მოკავშირეებს შორის. დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტპატიმრების სია. მაგრამ ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმართა სიაშიც კი, რომელიც სრულიად ფაქტების უგულებელყოფითა და მიკერძოებული სტანდარტებით შედგა, მიხეილ სააკაშვილის გვარი არ შესულა, რასაც სააკაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სრულიად სამარცხვინოდ ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. ერთი შეხედვით გასაკვირიც კია, NGO სექტორმა, რომელიც მუდმივად სააკაშვილის დღის წესრიგს მიჰყვებოდა და მისი იდეოლოგიური მოკავშირე იყო, რატომ მოინდომა მისთვის ზურგის ქცევა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯერ უნდა გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ეს სექტორი სინამდვილეში და რამდენად შეზრდილი იყო ის როგორც სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობასთან, ისე მის ოპოზიციურ რადიკალიზმთან. წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი საქართველოში აცხადებდა, რომ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ძალას წარმოადგენდა, თუმცა მათი ქმედებები, პოზიციონირება და აქტივიზმი სულ სხვა რეალობაზე მეტყველებდა. ისინი არასდროს ყოფილან დამოუკიდებელი ორგანიზმი, რადგან მათი შექმნაც და მოძლიერებაც სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყება, რადგან მათ ქვეყნის გარედან ერთი პატრონი მართავდათ. სააკაშვილიც ხომ სწორედ მათით მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც 2003 წელს ისფედმა ხმების პარალელური დათვლით სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების საბაბი შეუქმნა.
შემდეგ კი NGO სექტორი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის დანაყოფად და საზოგადოებაშიც სამართლიანად ეწოდათ NGO სექტორი, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედებით სრულ თანხვედრაში იყვნენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის რადიკალურ დღისწესრიგთან. და ეს განსაკუთრებით მკაფიო გახდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. NGO სექტორი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების სქემაში საკვანძო ინსტრუმენტი 2012 წლის შემდეგ ხდება. ფაქტობრივად არ არსებობდა თემა, რაზეც NGO კლანი ქართულ ოცნებას არ აკრიტიკებდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კიდევ ერთხელ მოითხოვს წამების სამსახველი ვიდეო კადრების დახურულ ფორმატში ჩვენებების შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის აბსოლუტურად დოკუმენტური კადრები და რეალობა შეესაბამება, მაინც მგონია, რომ შეიძლება ძალიან სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ სარჩელზე დამატებით არგუმენტებს წარუდგენს. ეს ცვლილებები ძალიან ცუდ გავლენას მოახდენენ ზოგადად საბანკო სექტორზე. თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის იმ დადგენილებას ასაჩივრებენ, რომელიც თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ეხება. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო მოდელი ხარვეზებს შეიცავს და თანამედროვე პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს მესამე სექტორი. უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას ნამახვან ჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მესამე სექტორიდან დღეს იუსტიციის მინისტრიც გააკრიტიკეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და მათი საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას აკრიტიკებენ. ნებისმიერი რეფორმა თუ ნებისმიერი ინიციატივა მათი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვეოდა, რასაც შემდეგ სააკაშვილი, მისი პარტია და ნაცპროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ნაცმოძრაობის რადიკალიზმის ხარისხის ზრდასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების რადიკალიზმის დონეც გაიზარდა და პირდაპირ NGO რევოლუციების მოწყობაც სცადეს ქვეყნის შიგნით. გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ ყავდეს ისეთი მთავრობა. პარალელურად კი ქვეყნის გარეთ აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას. ისინი ნაცმოძრაობის მხარდამხარ ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს. ეს არის რუსული კანონი. რატომ? ეს არის რუსული ერთი კონკრეტული პუნქტი შეგიძლიათ დაგვისახელოთ კანონ პროექტის, რომელიც ინდექსებულია. სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი არის რუსული. და ნაცმოძრაობის მხარდამხარ ჩაერთვნენ ომის პროპაგანდაშიც. რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ. ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს თუ რამდენად ღრმად, ორგანულად და სისტემურად იყვნენ შეზრდილნი მიხეილ სააკაშვილი და NGO სექტორი ერთმანეთთან. ეს არ ყოფილა უბრალო იდეოლოგიური თანხვედრა. ეს იყო ერთიანი, გარედან მართული მექანიზმი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ზრახვების ინსტრუმენტად გვევლინებოდნენ. და ამ გამოცდილების ფონზე გამჭვირვალობა საქართველოს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმართა სია გამოქვეყნდა, სადაც სააკაშვილმა ამოიკითხა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი აქციების დროს მონაწილე აქტივისტების გვარები, მათი ვინც ქალაქსა და პოლიციას მოლოტოვით წვავდნენ, პარლამენტს არბევდნენ. ამოიკითხა მზია ამაღლობელი, რომელმაც პოლიციელს ხელი დაარტყა. ელენე ხოშტარია, რომელმაც გირაო არ გადაიხადა. ამოიკითხა მათი გვარები, ვინც 4 ოქტომბრის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ამზადებდნენ და ორგანიზებას უწევდნენ. მოკლედ, ყველა მითიური ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმარი დაინახა, საკუთარი თავის გარდა და მიხვდა, რომ ეს ვერ იქნებოდა ტექნიკური შეცდომა. მან ეს ღალატად აღიქვა. მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა საჯარო რატომ არ შეიყვანეთ პოლიტპატიმრების სიაში? ინტერვიუს არ ვაძლევ, კარგად ზამდებოდეთ. ეს სანდრო ბარამიძეა, გამჭვირვალობა საქართველოს წევრი. მისგან გვაინტერესებდა მოგვესმინა მიზეზი, თუ რატომ დაივიწყეს ძველი მჭიდრო კავშირი სააკაშვილთან, რადგან სწორედ მათ წარსულ ანგარიშებში ვკითხულობთ. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო სიცხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ეჭვები გააჩინა პროცესის პოლიტიზირების შესახებ. სააკაშვილის კონტექსტში მათ მიერ ნახსენები პროცესის პოლიტიზება მოიცავდა ვალერი გელაშვილის ცემის საქმეს, სახელმწიფო კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს, გირგვლიანის საქმეს, ანუ ყველა იმ ეპიზოდს, რაზეც სააკაშვილი დღეს საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. საინტერესო იქნებოდა გამჭვირვალობა საქართველოს განმარტება, რატომ ვერ მოახვედრეს ისედაც ფაქტებისა და ობიექტური რეალობისგან სრულიად დაცლილ სიაში სააკაშვილი, თუმცა ვინც ყურმილი აიღო, როგორც ნახეთ, არ ისურვა კომენტარი, ხოლო ორგანიზაციის უცვლელმა ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ზარებს არ უპასუხა.
საინტერესო იქნებოდა მისი პასუხი სააკაშვილის ახლანდელ უგულებელ ყოფაზე იმ ფონზე, როდესაც ის და მისი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდნენ სააკაშვილის თეატრალური დადგმის გაპიარებაში ჯანმრთელობის ეგრეთ წოდებულ გაუარესებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას. არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი. უფრო მეტიც, მაშინ მათ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტსაც კი მისწერეს. უკანასკნელ ხანებში საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. მაგრამ უკვე დღეს აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის ადგილი მითიურ პოლიტპატიმართა სიაში მაინც არ მოიძებნა. ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოვლენას ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. როგორც ჩანს, ასეთია NGO-ების საგარეო დამკვეთების ახალი გადაწყვეტილება და სააკაშვილის სიის გარეთ დარჩენაც ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე სერიოზული შიდა დაპირისპირებისა და გავლენების გადანაწილების პირდაპირი გამოვლინებაა. აგენტურის შიგნით ღრმავდება ძალიან დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს, ასე ვფიქრობ, საქართველოში. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომელსაც საერთოდ არავით არის სახალხო მანდატი არ აქვს, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან ვერც მომავალში ქართულ პოლიტიკას, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. და სწორედ ამ აგენტურულ შიდა დაპირისპირებაში საინტერესო აღიარებებიც მოვისმინეთ. განრისხებულმა სააკაშვილმა ლანძღვის პარალელურად ისეთ მოვლენებში დაადანაშაულა NGO კლანი, რომ საჯაროდ გამოიტანა და პირდაპირ დაადასტურა თუ როგორ მოქმედებდნენ წლების განმავლობაში ისინი შეთანხმებულად. ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე ქოცების პირველივე წლებიდან. ცხადია, არანაირი დევნა არ ყოფილა და ეს პროპაგანდის ნაწილია, რომელშიც განსაკუთრებული როლი სწორედ გამჭვირვალობა საქართველოს ჰქონდა სხვა NGO ორგანიზაციებთან ერთად. განასწორედ ისინი არ წერდნენ საკუთარ ანგარიშებში. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ეჭვები გააჩინა პროცესის პოლიტიზირების შესახებ. სინამდვილეში ის, რაზეც დღეს NGO კლანს განრისხებული სააკაშვილის აყვედურობს, მათი ყოველდღიური საქმიანობა იყო. აქებდით სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას. ანუ პირიქით, დისკრედიტაცია იყო საჭიროო უსაყვედურა. თუმცა განა ასე არ იქცეოდნენ NGO-ები, რაზეც დღეს მიუთითებს სააკაშვილი. სწორედ NGO სექტორი არ მართავდა აქციებს სასამართლოს წინააღმდეგ ნაცმოძრაობასთან ერთად და ეგრეთ წოდებულ სასამართლო კლანზე საუბრობდა. ვითხოვთ, რომ ეს დანიშვნებიც, რაც ახლა არის დაგეგმილი, ესეც გაჩერდეს და აბსოლუტურად ყველა პროცესი გაჩერდეს, სანამ ჩვენ არ მოვახდენთ სასამართლოს სისტემის რეფორმას. ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე. ესეც მორიგი პროპაგანდისტული ხაზი იყო იმ წლებში, რაც სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ამოქოქა პროპაგანდისტული ეთერებიდან და რაშიც მათ სწორედ NGO სექტორი ეხმარებოდა. უფრო მეტიც, 2018 წლის არჩევნების დისკრედიტაცია სწორედ NGO-ებისგან დაიწყო და დღევანდელი ბრალდებით დადასტურდა, რომ 2018 წელს NGO-ები სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებოდა. სააკაშვილი მაშინ მიხვდა, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო და სჭირდებოდა რაიმე ხელჩასაჭიდი, რითაც არჩევნების შედეგებს ეჭქვეშ დააყენებდა. ხოდა მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე ისფედი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გამჭვირვალობა საქართველოს განაცხადებენ. სურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც ეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბებას. სააგენტო ბეჭდა პირადობის მოწმობებს, რომელიც სწორედ მეორე ტურისთვის იქნება გამოყენებული. ცეკა გიგაური, ანუ ვისაც დღეს მიშა აკრიტიკებს 2018 წელს ხმა არ ამოგიღიათო, პროკურატურაში დაიბარეს. მან კი განაცხადა. წყაროს დასახელება ჩვენ არ გვევალება კანონით და არც ვაპირებთ კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არა ვართ საგამოძიებო ორგანო. მეორე ტური ჩატარდა. ნაცმოძრაობა დამარცხდა და გასაკვირი არ არის, რომ მათ საუბარი სწორედ ეგრეთ წოდებულ ყალბი პირადობებით არჩევნების გაყალბებაზე დაიწყეს. ყალბი პირადობის მოწმობები. ასე რომ სააკაშვილის დღევანდელი მითითება ზუსტად იმეორებს იმ რეალობას, რაც წლების წინ NGO სექტორმა ზედმიწევნით შეასრულა, როგორც 2018 წელს, ისე 2020-ში. როდესაც ხმების პარალელური დათვლის გაყალბებით სააკაშვილსა და მთელ რადიკალურ ოპოზიციას ყალბი საბაბი შეუქმნეს რევოლუციური მცდელობებისთვის. და მაშინ რატომღაც სააკაშვილს ის პრეტენზია არ გამოუთქვამს NGO-ების მიმართ, რასაც დღეს პოსტში წერს. პირიქით, PVT მოჰყავდა ეგრეთ წოდებული გაყალბების მთავარ არგუმენტად.
костяк оппозиции это ოპოზიციურმა კოალიციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აიღო ხმების 35-დან 40%-მდე. ამის შემდეგ იყო პარალელური დათვლის შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელმაც ზუსტად იდენტური შედეგი დააფიქსირა. ასე რომ NGO კლანი და სააკაშვილი წლების განმავლობაში ერთი სიმბიოზის შემადგენელი ნაწილები იყვნენ. ისინი ერთად ქმნიდნენ ცრუ საბაბებს, აგენერირებდნენ ყალბ-ნარატივებსა და გაყალბებულ ციფრებს, რასაც შემდეგ აგენტოკრატიის, ანუ კვლავ სააკაშვილისა და მისი კასტის ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა. ეს ყველაფერი ისედაც ცნობილი იყო, თუმცა ახლა NGO კლანთან დაპირისპირებისას, როდესაც სააკაშვილმა ვითომ დაამხილა ისინი იმაში, რასაც ისედაც აკეთებდნენ, თავადვე მოაწერა ხელი აღიარებას, რომ არასამთავრობო სექტორის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი კამპანიები სინამდვილეში მისი პოლიტიკური დირექტივების პირდაპირი აღსრულება იყო. მაგრამ როგორც ჩანს, დღეს რაღაც შეიცვალა და სააკაშვილმაც არ დააყოვნა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე თავისი კარგი ცხოვრებით. ხალხი თქვენ გთვლით არა გულწრფელ, არაეფექტურ გრანტი ჭამიებად. აქ გაკვირვებას არა განცხადების შინაარსი, არამედ მისი ავტორი იწვევს, რადგან საზოგადოებისთვის საკუთარ სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც კი ნდობის ინდექსით ბოლო ადგილზე გასული NGO სექტორი დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს. ისიც დიდი ხანია გასაგებია, რომ ორგანიზაციას, რომელსაც 10 წლეულებია უცვლელად მართავს ეკაგიგაური, დემოკრატიასა და რაიმე განახლებაზე საუბრის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია. მაგრამ ნუ თუ სააკაშვილმა მხოლოდ დღეს აღმოაჩინა NGO კლანის შიდა ავტორიტარიზმი და განულებული საზოგადოებრივი ნდობა. ცხადია არა. უბრალოდ ეს მისი პოლიტიკური შურისძიებაა, მის ხელთ დარჩენილი ბერკეტების ფარგლებში. ძალაუფლება რომ ჰქონდეს, პასუხი ბევრად მკაცრი ექნებოდა. ფაქტი კი ერთია. სანამ სააკაშვილი თვლიდა, რომ ის და არასამთავრობოები ერთიან ფრონტად მოქმედებდნენ, მათ ანგარიშებსა და ყალბ-ნარატივებს უპირობოდ ეყრდნობოდა. არც მათი რეიტინგები აწუხებდა და არც გიგაური შიდა ავტორიტარიზმი. დღეს კი, როდესაც იგრძნო, რომ ყოფილმა მოკავშირეებმა ზურგი აქციეს, პასუხს ასეთი ფორმით უბრუნებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირებაში არის რაღაც ფანტასტიკის ჟანრიც, რადგან ნამდვილად პარადოქსულია, როცა კაპიტან გიგაურის NGO-ც მართალია სააკაშვილის პოლიტპატიმრობის უარყოფისას და სააკაშვილიც მართალია, როდესაც მათ ურეიტინგო გრანტი ჭამიება დაფასებს. ეს კლასიკური ილუსტრაციაა ცნობილი მეტაფორისა, რომ გაფუჭებული საათიც კი დღეღამეში ორჯერ ზუსტ დროს აჩვენებს. შემდეგ კი კვლავინდებურად გვახსენდება, რომ გაფუჭებულია. მათ უკვე აჩვენეს ზუსტი დრო ამ დაპირისპირებაში, მაგრამ იქვე გვახსოვს, რომ ორივე მხარე, როგორც სააკაშვილი, ისე NGO სექტორი, გარე ინტერესების ინსტრუმენტები არიან. ახლა კი, როდესაც ერთმა ინსტრუმენტმა მეორის გათვალისწინება შეწყვიტა, აშკარაა, რომ კულისებში რაღაც იცვლება და პროცესი ამით არ დასრულდება. წინ ალბათ კიდევ ბევრ საინტერესო გამოვლინებას ვიხილავთ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აგენტურულ ჯგუფებს შორის აქტიური დაპირისპირება ქვეყნისთვის ნამდვილად სასარგებლო პროცესია. კვირის პოსტში რეკლამის დროა, არ გადართოთ, მალე დაუბრუნდებით. კვირის პოსტი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ქუთაისში გამართული სანახაობა ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიის განვითარების სიმბოლურ დასაწყისად იქცა. ისტორიული საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე ქალაქში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი მასშტაბური ცენტრი ოფიციალურად ამოქმედდა, რომლის პრეზენტაციასაც მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ინტერაქტიული მუზეუმი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამეცნიერო ლაბორატორიები და ქვეყანაში ყველაზე დიდი ტექნოპარკი. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში დაგხვდებათ. დამატებით კი ცენტრი ასობით მოზარდსაც მიიღებს, სადაც ისინი მომავლის პროფესიებს სრულიად უფასოდ დაეუფლებიან. რა კონკრეტულ პერსპექტივებს უხსნის ახალი ჰაბი ადგილობრივ სტარტაპებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს? როგორი მოქმედებს ეს პროექტი რეგიონულ განვითარებაზე და რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ინოვაციური ეკოსისტემის გასაფართოებლად? ნუ კი ბაღდავაძის სიუჟეტში. ეს ქუთაისია. ქალაქის ღამისას კი დრონების შოუ ანათებს. თუმცა ეს მხოლოდ სანახაობა არ არის. შთამბეჭდავი შოუ იმ ტექნოლოგიური განვითარების გამოხატულება, რომლის მიმართულებითაც საქართველო ბოლო წლებში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
დღეს მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამ მიმართულებით იქმნება საქართველოში ტექნოპარკები, რეგიონული ინოვაციების ცენტრები, სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები. ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი სწორედ ქუთაისში დაიწყო. ქუთაისი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ქალაქი ხდება ადგილი, სადაც განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ტექნოლოგიური მეწარმეობა ერთ სივრცეში ერთიანდება. სწორედ აქ გაიხსნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, პროექტი, რომელმაც საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი უნდა შექმნას. ტექნოლოგიური ჰაბი პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცოდნის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი გახდება. მისი თქმით, ბოლო წლებში შექმნილმა ინოვაციურმა ეკოსისტემამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოუტანა. მოხარული ვარ, რომ დღეს ხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების ხარდაჭერის სისტემა, შექმნით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. მთავრობის ხელშეწყობით 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპმა 800 მილიარდზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა. დასთანხმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველოს რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეიდან კი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები, პარლამენტარები, ადგილობრივი ხელისუფლების და საგანმანათლებლო სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბი გრძელვადიანი ინვესტიციაა ადამიანურ კაპიტალში, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. ერთად ხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, სივრცეს, რომელიც ცოდნის, ინოვაციებისა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ ერთ სივრცეში თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას. სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქცია. ჩვენი მიზანია საქართველოს რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. სწორედ ამიტომ ვქნით კონკურენტულ ბიზნეს გარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს. ჰაბი ჩვეულებრივი საგამოფენო სივრცე არ არის. ეს არის მრავალფუნქციური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, სამეწარმეო და საგანმანათლებლო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. აქ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანს შესაძლებლობა ექნება ისწავლოს, შექმნას, გამოსცადოს და განავითაროს საკუთარი ტექნოლოგიური იდეები. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ
მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რომლის განვითარებაც მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანი საქართველოს მთავრობის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. თავის თავში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც ერთის მხრივ არის ტექნოლოგიური და სამეცნიერო მუზეუმი, სადაც როგორც ბავშვებს, ასევე სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს ხელით შეეხონ პირდაპირ გაგებით. ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი. პირველ ეტაპზე აქ 50 თანამედროვე ექსპონატია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ცენტრთან, პოლონეთის კოპერნიკის ცენტრთან თანამშრომლობით შეირჩა და დამზადდა. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკას, მათემატიკას, ინჟინერიას, ოპტიკას, ასტრონომიას, ელექტრომაგნეტიზმს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მეცნიერების პოპულარიზაციის სრულად ახალ გამოცდილებას ქმნის. ტექნოლოგიური ჰაბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თანამედროვე ლაბორატორიებია, რობოტიკა და ავტომატიზაცია, დრონები, ელექტრონიკა, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობები, ფაბლაბი, სტიმი, 3D პროტოტიპირება და ვირტუალური რეალობა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც აქ იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეში განთავსებულია რეგიონში პირველი 3D მეტალის პრინტერიც, რომელიც მაღალი სიზუსტით ლითონის დეტალების დამზადების შესაძლებლობას იძლევა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ინჟინერიის, მრეწველობისა და სამეცნიერო კვლევებისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ტექნოლოგიური განვითარების გზა საფეხურ გავლოს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია ქონდეთ ინოვაციური იდეა, შეუძლებელია მას ფრთები ამ სივრცეში არ შეესხას. მას ექნება შესაძლებლობა ფინანსებთან წვდომის მიმართულებით, ლაბორატორიული, ასე ვთქვათ, დანადგარების გამოყენების მეშვეობით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დავეხმარებით, რომ ისინი საერთაშორისო ბაზრებამდე გავიდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაქმების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი საფუძველი იქნება. ტექნოლოგიური ჰაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ტუმოს საგანმანათლებლო ცენტრია. მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი მოდელი ქუთაისშიც ამოქმედდება. სივრცე სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და სასწავლო ინფრასტრუქტურით. ცენტრი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლეს სრულად უფასოდ მიიღებს. ახალგაზრდები აქ პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეო წარმოებას, მუსიკას, კინოსა და ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლიან. ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით. აღნიშნული ტექნოლოგიური პარკი და ეს სივრცე, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველოში, მისცემს ძალიან ბევრ ახალგაზრდას შესაძლებლობას, რომ განავითაროს თავისი თავი. ერთის მხრივ ეს არის მთელი ქვეყნისთვის წარმატება, რომ ჩვენ გვაქვს უკვე სივრცე, სადაც შეიძლება ყველაფრის მიღება, როცა ახალგაზრდა მოტივირებული და შეისწავლოს ტექნოლოგიები, ასევე რეგიონის განვითარებისთვის ეს არის უნიკალური საშუალება, შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში მსგავსი სივრცე პრაქტიკულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო. ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ქუთაისის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. რეგიონში საუკეთესო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ქალაქში იქმნება გარემო, სადაც განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და მაღალი ტექნოლოგიები რეალურ ეკონომიკურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტანდემში საქართველოს ტექნოლოგიებსა და ინოვაციების აგენტოსთან ერთად გააგრძელებს იმ საქმიანობას, სადაც უკვე არაერთი წელია ერთად ვახორციელებთ, ეს არის ტალანტების ძიება, ეს არის ტექნოლოგიური ინოვაციური ლანდშაფტის მშენებლობა საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მოხმარდება საქართველოში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორედ ასეთი მაღალტექნოლოგიური სივრცეები განსაზღვრავს თანამედროვე ეკონომიკის განვითარებას. ხელისუფლების მოლოდინია, რომ ეს სივრცე არა მხოლოდ ახალი იდეებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ადგილი გახდება, არამედ საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ოქროს ტბამ ფოთში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა. 3 დღის განმავლობაში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი, მათ შორის ქართველი ათლეტები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები კი სწორედ დღეს გამოვლინდნენ. შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის 3 ძირითად დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა. ჩვენი კორესპონდენტი სოსო ხოფერია მოგვიყვება ოქროს ტბიდან ტურნირის შესახებ მეტ დეტალს. სოსო, პირდაპირ ეთერში ხარ.
ისტორიული მოვლენა ფოთში შეიძლება ასეც ითქვას ფოთი წყლის სპორტის ჩემპიონატს მასპინძლობს მალთაყვაში ოქროს ტბა საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ცენტრად იქცა. 2 დღის განმავლობაში ოქროს ტბაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები სალალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში დაუპირისპირდნენ. მსოფლიოს 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენ შორის არიან ქართველი ათლეტებიც. საქართველოს სახელით შეჯიბრში 3 ფოთელი სპორტსმენი ასპარეზობდა შთამბეჭდავის სანახაობის დეტალებს კი მაყურებელი ჩვენი სიუჟეტიდან იხილავს. ფოთში ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ფინალურ დღეს სლალომისა და ფიგურების დისციპლინების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა. წყალსათხილამურო ტურნირი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრში 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის ასპარეზობდნენ ქართველი ათლეტებიც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე შეჯიბრში მიუხედავად წვიმიანი ამინდისა ჩემპიონატის მიმდინარეობისას კარგი ამინდი დაგვემთხვა და საჩემპიონატო პირობებითაც კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მოვიპოვე გამარჯვება. მომწონს ქართველი ხალხი, საქართველო, ფოთი და ვერ ვმალავ ემოციებს. ეს დღე ჩემთვის ბევრი მიზეზის გამო იყო ემოციური. მეორე ადგილი მოვიპოვე. აქ ჩემი მწვრთნელი ვიხილე, გენადი გურალია და ესეც ემოციური იყო. პირველად ვარ ფოთში და ძალიან მომეწონა როგორც ქალაქი, ასევე ღონისძიების ორგანიზებულობა. ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში ოქროს медаლი ავსტრიელმა, ვერცხლი კი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა. საქართველოს სახელით გენადი გურალია და ცოტნე ბერაია ასპარეზობდნენ. მაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, ახლა 14 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე 51 და 5 სამწუხაროდ 9 მეტრო დამაგდა რომ ფინალში მოუხედრილიყავი. ჩამოვიდა ძალიან ბევრი სპორტსმენი, ცნობილი სპორტსმენი, წარმატებული სპორტსმენები. ძალიან სიმახარული ვარ რომ მათთან ერთად ვსრიალებ, მათთან ერთად გავდივარ შეჯიბრებაზე. ფოთი ძალიან მომეწონა, აქ გამოსვლა ჩემთვის ემოციური იყო. პირველად ჩამოვედი ფოთში, იმედი მაქვს რომ ცოტა ხანს დავრჩები და შემდგომში კვლავ ვესტუმრები ამ საოცარ ქალაქს. ევროპის ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში 24 ივლისს გაიხსნა. შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის 3 ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებში და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა. საერთაშორისო ღონისძიებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტის სამინისტრომ ფოთის მერიასთან ერთად მოაწყო. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად პატარა ესეთი შოუ მოვაწყეთ და მე მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ჯარებს. ოქროს ტბაზე ევროპის ჩემპიონატამდე საერთაშორისო ტურნირი ფოთი პრო 2026 მიმდინარეობდა, სადაც მსოფლიოს 17 ქვეყნის 49 სპორტსმენი ასპარეზობდა. ტურნირისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრომ უახლესი მოდელის სპეციალური კატარღები შეიძინა. რომ არა სპორტის სამინისტროს მაქსიმალური ჩართულობა, ეს ჩემპიონატები ვერ შედგებოდა. ეს ერთი კვირა რაც აქ ხდება და ტარდება, არის როგორც მოსულ სტუმრებს, ასევე ჩამოსულებს იმხელა შთაბეჭდილებებით ტოვებს, რომ ყოველ დღე ადამიანები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან თუ რა მაგარი ღონისძიება არის, როგორ მაღალ დონეზეა შესრულებული. წყლის სათხილამურო სპორტში ფოთს ისტორიული ტრადიციები აქვს. ქალაქში პირველი ევროპის ჩემპიონატი 1991 წელს ჩატარდა. 35 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო წყლის სპორტის რუკაზე ფოთმა კვლავ მოწინავე პოზიცია დაიკავა. ეს არა მხოლოდ ტრადიციის გაგრძელება, ეს არის მართლაც ისტორიის წარმატებული ისტორიის ახალი თავიც და ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ ამ პროცესს. ოქროს ტბა ნამდვილად არის უნიკალური ადგილი მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობისთვის. საქართველოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა მეორედ გახდა და მსოფლიო წყლის სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ეს იყო სეზონის ბოლო კვირის პოსტი. დიდი მადლობა რომ მთელი წლის განმავლობაში ერთგულად გვიყურებდით. ჩვენ ერთმანეთს ახალი სეზონიდან შევხვდებით დროებით და მადლობა კიდევ ერთხელ ერთად გატარებული დროისთვის.